მოკლე პასუხი თქვენ კითხავთ. ვინ გიერთდებათ ასევე ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ პლატფორმას რო ჩავხედე, უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი არის და მათ შორის თქვენ ბრძანდებით ბიზნეს სამართლის ადვოკატი. დიდი მადლობა თია პირველ რიგში მოწვევისთვის. მოკლე პასუხი თქვენ შეკითხვაზე არის ის, რომ აქ ხაზი გადის საზოგადოებაზე და ძლიერ საზოგადოებაზე. სწორედ ვიდრე ამას ჩავშლი და თქვენ პასუხს ცოტა ვრცლად მოგახსენებთ, მინდა რომ საზოგადოებას ავუხსნათ ვინ ვართ ჩვენ, ანტიკრიზისული პლატფორმა, რას ვაკეთებთ, რატო შევქმნით და როგორ მივედით იქამდე, რომ მათ შორის 28 ნოემბრის აქცია ჩვენ დავაანონსებთ. ანტიკრიზისული პლატფორმა სხვათა შორის უპრეცედენტო მოდელია. ჩვენ ყოველთვის ვხედავდით, რომ მოძრაობები იქნებოდა მკაცრი ვერტიკალით. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ანტიკრიზისულ პლატფორმას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმართება ჰორიზონტალური პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტობრივად უპარტიო ადამიანების ერთობა, თეა, სადაც გაერთიანებული ვართ ფაქტობრივად სხვადასხვა ადამიანები ერთი მიზნისთვის და ერთი ამოცანა გვაქვს, მხოლოდ რაც თქვენ შეკითხვასაც ცემს პასუხს. ეს არის საზოგადოების გაძლიერება და ეს არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მათ შორის ამ პროტესტის წიაღში გულისხმობ რუსთაველზე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი ბევრმა ჩვენთაგანმა და ბევრი გამოვედით კომფორტის ზონიდან 2024 წლის გაზაფხულის მოვლენებიდან გამომდინარე და ვიგრძენით ის სიმწვავე და ის პროგნოზირებები გავაკეთეთ, რაც დღის წესრიგში მოელოდა ჩვენ ქვეყანას. და დავიწყეთ ფიქრი და ამ გამოსავალს და მივაგენით გამოსავალს და ამ გამოსავალზე ცოდნა მოგვიანებით მოგახსენებთ და ამ პირობებში ჩვენ გავფართოვდით, აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, მათ შორის უპარტიო ადამიანები და ყველა საერთო აზრზე მივედით, რომ ეს კრიზისი არ დაწყებულა შარშან და კრიზისის ანატომია უკავშირდება 10 წლეულებს. შესაბამისად, ამ კრიზისიდან გამოყვანის გზებზე და მთავარ პრობლემაზე არასდროს არავის არ დაუყენებია ეს წინა პლანზე და ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებასაც არ მოგვინდომებია, იმიტომ რომ არ არსებობდა იდეა და არ იყო ამისთვის მზაობა. შესაბამისად, ჩვენ ამ ჩამოვაყალიბეთ ის კონცეფცია და ჩვენი მთავარი ფოკუსი მიმართულია საზოგადოების გაძლიერებისკენ, რომ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ძლიერი საზოგადოება ყოლოდა თეა, ვერასდროს ვერ გაგვიბედავდნენ იმას, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს. ანუ ამ რებუსის ამოხსნის მთავარი გასაღები ხელში გვიჭირავს და ეს არის ფაქტობრივად ძლიერი საზოგადოების ფორმირება. ამრიგად, ანტიკრიზისული პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც მათ შორის 28 ნოემბრის აქციის დაანონსების პირობებიც ემსახურება, ასე ვთქვათ, ძლიერი საზოგადოების ფორმირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის იგივე გეგმა, რაც ვთქვათ, ერთხელ უკვე გავიარეთ სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ახალგაზრდები, ჯენზი, ყველა მინუს პოლიტიკოსები. იცით რა არის, ჩვენ ესე სეგრეგაციას არ ვაკეთებთ. ჩვენ ამ კაფეო გზავნილი მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ პარტიულები, არც არასდროს არ ყოფილვართ და არც პარტიული ამბიციები გვაქვს. ამიტომ ჩვენ კი არ ვემიჯნებით და ეს არ გვინდა ისეთ მესიჯად გაჟღერდეს, რომ ვინმეს ვემიჯნებით ან ვინმეს მიმართებაში ანტაგონისტურად ვართ განწყობილი მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიმართ. უბრალოდ ჩვენ ვაანალიზებთ მოცემულობას და ამ მოცემულობიდან ამოვდივართ. ძალიან მარტივი პასუხია, რომ მინუს პოლიტიკოსები არა, ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ პარტიულები, ძალიან მარტივი პასუხია, რომ არ ვატარებთ პარტიულ ხაზს, არ ვართ პარტიული ინტერესების გამტარებელი, შესაბამისად ჩვენი პასუხი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარდა ამისა, კრიზისი რამ შექმნა, ხო? კრიზისის განუყოფელი ნაწილი ფაქტობრივად შექმნა პარტიულმა დღის წესრიგმა. თუ პირიქით პოლიტიკოსები რომ არ იყვნენ ჩართული და ყველა ბრძოლაში ჩვენ ვხედავდით დასაწყისში საზოგადოება ითხოვდა პოლიტიკოსებისგან გამიჯვებას. ნახეთ, კრიზისის მთავარი რითი გჯობნის დღეს, ხო? კრიზისი შექმნა ქართული ოცნება უპირველესად. კი, რა თქმა უნდა, რითი გჯობნის დღეს ჩვენ ქართული ოცნება. ერთი რომ მათი მოედანზე ვთამაშობთ ჩვენ და მათი თამაშის წესები და მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ პოლარიზაციის პირობებში და ასე ვთქვათ, კრიზისის პირობებში ვერ ხდება პარტიული დღის წესრიგით ასე ვთქვათ, კრიზისის დაძლევა და ვერც დროებითი და რითი გჯობნის დრაკონული კანონები და დრაკონული და რეპრესიული არადემოკრატიული, ავტოკრატიული პოლარიზაცია მთავარი არსი რა. ხელისუფლების მიტაცებით გჯობ. მთავარი არსი პრობლემის არსი რა არის, თვალი რო გავუსწორეთ და რეალობა შევხედოთ. საზოგადოებაა პოლარიზაცია, ამიტომ ამოსავალი წერტილი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არა რაც ყოფს, არამედ რაც გაერთიანებს. რა გაერთიანებს? ჩვენ თუ იმ საზოგადოებასთან, რომელიც ამ ხელისუფლებას უჭერს. ჩვენ თუ თანხმდებით
ვიმუშავებით რეალურად, რომ პარტიული პოლიტიკა არ აკვობს და ჩვენ შეგვიძლია ხო მიკროკვლევები გავაკეთოთ საზოგადოებაში და იმიტომ არა მარტო ვიწრო ჯგუფებში, არამედ ფართო საზოგადოებაში და დავინახავთ ფართო სურათს, რომ სწორედაც რომ პარტიული ხაზი ყოფს და არა გვაერთიანებს. ამიტომ ანტიკრიზისული პლატფორმა პარტიული ხაზი ნიშნავს პარტიული პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას. შესაბამისად, ჩვენ კი არ პარტიები მინუს პარტიული პოლიტიკა კი არ უნდა გავატაროთ, გვერდზე უნდა გადავდოთ, გვერდზე უნდა გავწიოთ დროებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მუდმივად ძალა და ვემიჯნევით. გვერდზე უნდა გადავდოთ დროებით პარტიული პოლიტიკა. გვერდზე უნდა გადავდოთ აკრძალვის და განადგურების პირას არიან ყველა ლიდერი ციხეში. უნდა დაეთმოს და ასპარეზზე უნდა დაეთმოს ჩვენ გამოსავალ. ყველა პარტიული ლიდერი არის ციხეში. ისინი გვერდზე გადადებული კი არა, დაპატიმრებულები არიან. პარტიები განადგურების და აკრძალვის პირას არის. მაშინ სათხედავთ თქვენ პარტიულ ხაზს, რომელიც რაიმეს წყვეტს ან რაიმეს ყოფს. ჩვენ პარტიულ ხაზს ხედავთ მათ შორის რუსთაველზე, მათ შორის გასაგებია რომ პარტიული აქტივისტები და მათ შორის პარტიებთან აფილაციაში მყოფი ჯგუფები აბსოლუტურად ასე ვთქვათ კოორდინირებულად მუშაობენ. ამრიგად ჩვენი მთავარი ხაზი გადის იმაზე, ჩვენი მოდელის ანტიკრიზისული მთავრობისაც ეფუძნება იმას, რომ კრიზისი სადაც იყო და ევროპული გამოცდილებაზე დაფუძნებულ კვლევას თავაზობთ საზოგადოებას, სადაც კრიზისი იყო და ამ კრიზისის განუყოფელი ნაწილი იყო პარტიული პოლიტიკა, დროებით იწეოდნენ და შესაბამისად ველზე შემოდიოდნენ ტექნოკრატები. რომელი ქვეყნების მოდელია და მოგვიხევით ამ გამოცდილების შესახებ? მთავრობა, რომელსაც გამოსავლის სახით თავაზობთ საზოგადოებას, ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობა, უფრო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ამიტომ კრიზისის გადაწყვეტის მთავარი გზა პოლარიზაციის პირობებში და კრიზისის პირობებში არის სწორედ ანტიკრიზისული მთავრობის მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეში არის საკმაოდ ჯანსაღი და ახალი პრეცედენტი. რაც შეეხება გამოცდილება გვაქვს 10-მდე ევროპულ ქვეყანაში გვაქვს ეს გამოცდილება ნაკვლევი და ეს არ არის ასე ვთქვათ და ჩვენ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ზედაპირული განცხადების შედეგად გაჟღერებული მოდელი. ეს არის რუმინეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის იტალია სამჯერ გქონდა მსგავსი გამოცდილება კრიზისების დროს და აქაც წინა პლანზე პარტიები გადაიწევენ და სხვათა შორის მაღალი რეპუტაციის მქონე აკადემიური წრის წარმომადგენლები იყვნენ, ასე ვთქვათ, ტექნოკრატები, რომლებმაც დროებითად მოახდინეს, ასე ვთქვათ, ველის გაკეთილშობილება და ესეც, აი თქვენი კითხვის პასუხად, არის გამოსავალი ისიც, რომ სწორედაც ეს ტექნოკრატების შემოყვანა ველზე და პროცესის გაჯასაღებას ერთი არ ემსახურება და მეორე პარტიებსაც აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოძლიერდნენ და საზოგადოების რუმინეთის გამოცდილებაზე ვისაუბროთ, მოდელი უფრო ახლოს არის ჩვენ. ასევე ლიეტუვის მოდელი, რომელიც ძალიან ახლოს არის. ამიტომ ჩვენ რეალურად როგორ ვახდენთ ამ პოზიციონირებას, ეს ამაზე უნდა შევჯერდეთ საზოგადოება. როგორ კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, აი რუმინეთი ვიცით რომ დიდი კრიზისის ქვეშ აღმოჩნდა, არ ვიცი კონკრეტული მოდელია თუ ფაქტიურად, რავი, TikTok ფალსიფიცირებული კანდიდატი კინაღამ გახდა პრეზიდენტი, რომ არა მერე საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ხომ არ უკავშირდება, ვთქვათ, შეცდომას ის მოდელი, რომელსაც თქვენ მისდევთ. ანუ რუმინეთის მოდელს რაც შეეხება, ჩვენ ხო გვაქვს სამი ფაზა, აქაც შეგვიძლია გავიზიაროთ რეალურად ჩვენი ევროპული ასე ვთქვათ ქვეყნები, სადაც ეს პროექტი რეალიზდა მათი გამოცდილება. რუმინეთში მოხდა ტექნიკური მთავრობის რეალიზება და ფაქტობრივად მართვის საადავეები დროებით ტექნოკრატებმა აიღეს იმ საპროტესტო ტალღის ფონზე, ხო, როდესაც მოხდა იქ ასე ვთქვათ გარკვეული ლეტალური შედეგი დასრულდა, მსგავსად ჩვენი შემთხვევისა კრიზისი დაგროვებული იყო და ამრიგად პროტესტმა მოითხოვა რეალურად ტექნოკრატების მოყვანა და დროებით პროცესების დროებით ტექნოკრატების მიერ სადავეების ხელშეაღება და ასე ვთქვათ საკითხების მოგვარება, კრიზისის დაძლევა, რაც საკმაოდ ეფექტური მოდელი იყო. რუმინეთის შემთხვევაში ჩვენ აქ სამი მოდელი გვაქვს რეალურად და აქაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ეს ანალოგები და მივმართოთ. ეს არის ერთი რომ არჩევნების გზით მოდიან სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე არის როგორც თქვენ რუმინეთის მაგალითი ახსენეთ, როდესაც პროტესტი ითხოვს და პროტესტის წიაღიდან იბარდება სწორედაც მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის ტექნოკრატების სათავეში მოყვანა და დროებით ასე ვთქვათ ქვეყნის მართვა და მესამე
ეს არის, როდესაც ხდება პოლიტიკური კონსენსუსი, მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები თან ხვდებიან ერთ საერთო მიზანზე, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის, ასე ვთქვათ, ტექნიკური მესამე თქვენ ფიქრობთ შესაძლებელია ამ ქვეყანაში ქართული ჩვენ სინამდვილეში თია მთავარია, რომ ეხა ფოკუსი გავასწოროთ. ჩვენ ეხა კი და მეორე საჩეხება დავასრულებ შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ეს მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ქართული ქარტიის გარკვეულწილად მოდელს ამ ქართული ქარტიის პირობებში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰქონდა ეს იდეა, რომ შეექმნა თავიდან ტექნიკური მთავრობა და ერთ წელიწადში ჩანიშნულიყო არჩევნები და მერე დაწყებულიყო ახალი ცოტა უფრო ხანგრძლივი მთავრობის ჩამოყალიბება. სხვათა შორის ხშირად გვეკითხებიან თეა მაგ შეკითხვას და მაგ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებულ მოდელს თავაზობთ ანტიკრიზისული პლატფორმა, ასე ვთქვათ, საზოგადოებას და იგივე სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ და ადრე 3 წლის წინაც გაიჟღერა ტექნიკური მთავრობის იდეის შეთავაზება, მაგრამ რა არის განსხვავებები? მოდი დავასახელოთ. 3 წლის წინ და თუნდაც 1 წლის წინ გაზაფხულზე არ იყო კრიზისი იმ დონის, რომელიც დღეს არის, არ იყო პოლარიზება იმ დონის, რომელიც დღეს არის, მათ შორის ვიწრო სამეჯგუფო ჯგუფებამდე დაყვანილი, არ იყო, ასე ვთქვათ, მათ შორის საზოგადოების საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიწოდებული და ამ ნაწილში მასმედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს თუ რა სიკეთეები და რა ხიბლი აქვს ტექნიკურ მთავრობას, ხო? ძალიან ბევრი, მათ შორის პოლიტიკური ველის გაჯანსაღება, მათ შორის დარეფრეშება ფაქტობრივად მოდელის და ქვეყნის ქვეყანაში ნორმალური სტაბილური გარემოს დამკვიდრება. და ამავდროულად უნდა ვახსენოთ, რომ შემოთავაზებული მოდელები, რაც თქვენ ახსენეთ, ყოველთვის იმართებოდა კაცრი ზემოდან ქვემოთ პრინციპით და ჩვენ პირიქით ვთავაზობთ ქვემოდან ზემოთ პრინციპს ვთავაზობთ. ამიტომ მთელი კასკადია განმასხვავებელი ფაქტორებისა, რომელიც მანამდე იყო გაჟღერებული და რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას. თუ ნებას მომცემთ, მე გაგიჟღერებთ ჩვენი ანტიკრიზისული პლატფორმის მთავარ აქცენტებს და სტრატეგიას, რაში მდგომარეობს. დიახ, მთავარი სტრატეგია ჩვენ ფაქტობრივად საზოგადოებას ვთავაზობთ, მზად გვაქვს უკვე პროდუქტის სახით ანტიკრიზისული მთავრობის კონცეფცია. ამავდროულად ანტიკრიზისულ პლატფორმას გვაქვს საიტი ჩვენიაჯი, რომელსაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებული არის თუ არა, დაასახელოს მისთვის მისაღები შესაბამისი რეპუტაციის მქონე უპარტიო, ასე ვთქვათ, უპარტიო ძლიერი ინტელექტუალი, პროფესიონალი მინისტრობის კანდიდატად, დიახ. და აქაც ასე ვთქვათ, ფაზებად გვაქვს ჩაშლილი ეს კომპონენტი და საზოგადოებას მოუწოვეთ და გვინდა რომ ასე ვთქვათ, გავშალოთ ეს ნაწილიც, რომ ფართო საზოგადოების ანუ ახალი პოლიტიკური ფიგურების არა, დროებითი ტექნოკრატების დარგის სპეციალისტები, კრიზის მენეჯერების, რომლებიც დროებითად მოდიან, ასუფთავებენ ველს, ქვეყანას უბრუნებენ სტაბილურ გარემოს, ორიენტაციას ცვლიან დასავლეთისკენ, მთელი არზა სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს, მუშაობს და ამის შემდეგ მიდიან. ფაქტობრივად ეს არ არის ახალი პოლიტიკოსების დაბადება. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის. ჩვენ ფაქტობრივად მუშაობთ და მალე წარუდგენთ საზოგადოებას, ეს არის სტრატეგიული გეგმა და ჩვენი სტრატეგიული გეგმა სწორედ ეს არ არის 1, 2 და 10 ადამიანის ნამუშევარი. ჩვენი სტრატეგიული გეგმა ეფუძნება იმას, რომ კრიზისი არადროებით იყოს გამოტყვანილი ქვეყანა კრიზისიდან, არამედ ისე იყოს კრიზისი დაძლეული, რომ ჩვენ იგივე წრეზე არ მოგვიწიოს წასვლა და იგივე მძიმე სურათი არ მივიღოთ და ამავდროულად ძალიან მთავარი მინდა ჩვენი სტრატეგიული გეგმა ეფუძნება 2 წლიან გეგმას. ამაზეც მუშაობენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ფაქტობრივად ინკლუზიურობის მომენტი გვაქვს შემოტანილი და აქაც მონაწილეობითი დემოკრატიის ასპექტი გვაქვს შემოტანილი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის მავნე პრაქტიკა, როდესაც ხალხს არასდროს არავინ არ ეკითხებოდა და ფაქტობრივად ბერკეტი იყო კონკრეტული ცალკეული ჯგუფებისთვის ძალაუფლების მოსვლის თვალსაზრისით. ამიტომ სტრატეგიული გეგმის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ესეც აღნიშნოს, რომ სტრატეგიულ გეგმას ფაქტობრივად ჩვენ ვთავაზობთ ფართო საზოგადოებას, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ სტრატეგიული გეგმის შესწავლაზე და მათ შორის ჩვენ ანტიკრიზისული პლატფორმის საიტზე მოუწოდეთ ყველას, რომ დარეგისტრირდნენ, შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ იმედია დასაბრუნებელი და ამ იმედს ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენ ზუსტად ჩვენიაჯი, დიახ. დიდი მადლობა დაჩიო რამაშვილ სტრატეგიული ჩვენ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები ვართ, ის ადამიანები, რომლებიც ამ სტრატეგიიდან გამოვიდნენ. კორესპონდენტიც გველოდება უკრაინიდან, ამიტომ ძალიან დიდი კრიზისიდან უნდა ჩავრთოთ ახლა. დიდი მადლობა.